გამარჯვებული ვარ გიკოს არათავარი ადმინისტრატორი და დღეს მინდა გასწავლოთ სერვერის გაკეთება. ამისათვის შემოჩვენ საიტზე geocenter.com და სერვერის გაკეთება სახლის. ამისათვის საჭირო კოდი გავხსნათ. კოდი გახსნათ შევდივართ სისტემის მართვა ან კონტროლ პანელი. ამ შემთხვევაში Windows 7 მაქვს. შემდეგ დამატებითი პარამეტრები inbox rule და ეს პირველს მოვიშნით. აი თქვენ გექნებათ აი ასე და მარჯვენა ღილებს დავაკლიკავთ ამას და rule და n rule. ამას გავიმეორებთ აი ამ 5-ზე, მარტო 5-ზე და n rule. port next ვერიშით აკალერიმოთ ეს არის რომ ერთი პორტი ეკნებათ კონკრეტული და ეს არის რომ ანუ ნებისმიერ პორტს ეწერთ იქნება next hello connecting მოახსენებთ განახებთ საერთოდ ჩავწერთ მოდი ჩვენი eocsn.com შემოთავაზებთ და 100%-ით მუშაობს აი აქ იქნება ახლა ახლა აი აქ გავხსენი პორტი აი ეს სახელი ასე დავწერე ჩანს. ახლა გადმოვიწეროთ პატჩი F19 გულში ჩავწერთ პატჩი F19 და გადმოვიწერთ მას. პატჩი F19 დაუნლოდინგება ყველაფერი გადმოვიწერე და ვაკეთებ ახლა მას. გაშვება Okay, სადაც გვაქვს ინსტალირებული დავაყენოთ, ანუ ვეღარ დავაყენოთ, უკვე დაყენებული მაქვს. გამოვიდეთ ისინი. უკვე დაყენებული მაქვს. Command Strike-ის ფოლდერში უნდა შევიდეთ. ფაილის არჩევა Strike ის განმოწერილი HR-ის წინა განმოწერილი IMAX-ი, models, edots და ჩავაკეთეთ. შეიძლება ჩავარდება, შემდეგ გაჩვენეთ რა უნდა გააკეთოთ. ჩავარდა. გააკეთეს, მოდი გადავადგილოთ. თუ ჩავაგდებული მაქვს, გაკეთებულია. Hello game tip Counter Strike Half-Life server იყოს ეს. ეს შვიდი ინტერნეტ LAN აუცილებლად 20 კაციან უფრო კარგია 2014 მიიღოს და მოდი ეს არა საჭირო ამის ნებავთ ფაილს დაველოდოთ ვიზით აი გაკეთდა ჩვენი სერვერი, თუ თქვენ სერვერის გავაზრება გინდათ, მაშინ თქვენი ქარეიპს ამოწერთ, მივატებთ დაჟინოთ და სხვა შემოვადა ის თქვენი იპი. კარგი სულ ეს იყო, თუ რამე გინდათ ამოწერთ Skype-ზე. ჩემს Skype. აი ასე დავამატეთ. კარგი ეს დღესთვის სულ ეს